გადაცემას კი პოლიტიკური თემებით დავიწყებთ. პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკია ჩვენი სტუმარი. მოგესალმებით ბატონ გიორგი, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისათვის. ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის ანგარიშის შესახებ გავრცელებულ რელიზში, რომელიც საქართველოს მიმართ არის კრიტიკული შეფასებებით გაჯერებული, არის ასეთი ფრაზა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები არის დემოკრატიის მორიგი ტესტი, რაც ოპოზიციურმა პარტიებმა უნდა გამოიყენონ. თქვენ ამ მოწოდების უკან არ გამორიცხეთ ერთგვარი კონსპირაციული გეგმის არსებობაც. რომ აგვიხსნათ, რა მიზნები შეიძლება ჰქონდეს ასეთ მოწოდებას და მეორე, როგორ გაიგებენ ამას მიმართვის ადრესატები, რომელთა შორის ეს თემა საკმაოდ კონფლიქტური საკითხია, განსაკუთრებით ბოლო რამდენიმე დღეა. ჩვენ ერთ-ერთი კონტექსტიდან არ უნდა მოვიღოთ ეს მოწოდება, რომ მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა, ნორმალური იქნებოდა აბსოლუტურად გამართლებული, სწორი, ევროპული, რომ მოუწოდა პოლიტიკურ პარტიებს მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა. ამას ორი აზრი არ არსებობს. ეს არის სწორედ ის სტანდარტი, რომელიც ევროკავშირს უნდა ახასიათებდეს, მაგრამ ამის იქით იკითხება კიდე სხვა, რომ არ არის ლეგიტიმური ხელისუფლება, რომ პრეზიდენტი არის სალომე ზურაბიშვილი და ასე შემდეგ, რომ ადამიანები, ვინც აშენებდნენ ამ ქვეყანას და სენატორ მართვით გაიყვანეს მოწინავე პოზიციებზე ჩვენი ქვეყანა. ყველა მიმართულებით წინა ვართ, ძალიან ბევრი ევროკავშირის ქვეყანას უსწრებთ. ეკონომიკურად რასაკვირველად ჩამოვრჩებით. ტენდენციები პოზიტიურია. ამ ვითარებაში, როცა ასეთ უტიფარ და უსამართლო რეზოლუციას ან სხვა დოკუმენტს მიიღებ საქართველოს მიმართ, იქ ამის გარკვეული გაფერადება აი ამ პოზიციისა, იმითი რომ პოლიტიკურ პარტიებს ეუნები რომ არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს, სხვა არაფერია თუ არა ერთი რამ. ანუ თქვენ თუ მიიღებთ არჩევნებში მონაწილეობას, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლება ლეგიტიმური არისო. წარმოიდგინეთ, ამ ხელა აბსურდთან გვაქვს საქმე და ამას თავის ცუდი შედეგები მოაქვს საზოგადოებაში, განწყობები იცვლება, არ იცვლება საგარეო კურსი, მაგრამ რასაკვირველია სკეპტიციზმი მატულობს. გარდა ამისა, გეგმა, რომელიც დღევანდელ და აი ახლა ამ წუთამდე არსებობს, ჩვენ არ გამოგვიაშკარავებია, თვითონ განაცხადეს არაერთხელ, რომ აქ უნდა მოხდეს მეიდანი, აქ საგარეო საქმეთა მინისტრები იყვნენ ზოგიერთ ქვეყნებიდან ჩამოსული, პარლამენტიდან იყვნენ ჩამოსულები და განცხადებებიც გვესმის, რომ საჭიროა გადატრიალება რევოლუციური სცენარი და სამწუხაროდ არა მარტო ფინანსდება, უпростоეთ არა მარტო პოლიტიკური მხარდაჭერა ასეთი გეგმის, არამედ სერიოზული ფინანსური დახმარებაც არის ექსტრემიზმის. ეს სამწუხარო ფაქტი, სულ რომ არ ვილაპარაკოთ მე და თქვენ ახლა ამ ეთერში, რასაკვირველია აშკარაა და ჩანს ზედაპირზე. ამასაც მოვასწრებთ, იმედია, აი რაც შეეხება კითხვის იმ ნაწილს, როგორ ფიქრობთ, როგორ გაიგებენ ამას ამ მიმართვის ადრესატები, კერძოდ ოპოზიციური პარტიები და მათი მხარდამჭერები, იმიტომ რომ თვითმმართველობის არჩევნებში შესაძლო მონაწილეობის თემა არის ძალიან პრობლემური საკითხი მათთვის. მათი ნაწილისთვის ყოველ შემთხვევაში. პრობლემური საკითხია ზოგადად ნაცმოძრაობის არსებობა, აი ამ თავისივე შექმნილ კოლექტიურ ნაცმოძრაობაში. ეს დაინახეს ევროპაში, მაგრამ არა აქვს კონკრეტული წარმოდგენა, როგორ უნდა მიუდგნენ ამ საკითხს. ნაცმოძრაობა აგერ აშკარად უკვე გამოდიან და ამბობენ, რომ მიტინგებზეც კი არ უნდა ღებულობდეს მონაწილეობას, არათუ მიხეილ სააკაშვილის ბანერი გამოქონდეს ადამიანისა, ვინც წამებითა და ადამიანების მოკვდინებით და ტერიტორიების დათმობით გაითქვა სახელი. მაგრამ ეს სხვა არ არის გულწრფელი პროტესტია რა, რეალურად ამას ისე გაიგებენ, თქვენ როგორც ამბობთ, ზოგნი, ვინც სალომე ზურაბიშვილის გარშემო გაერთიან და გაიგებენ ისე, რომ სალომე ზურაბიშვილს აქვს მხარდაჭერა, სწორედ იმიტომ ატარეს ევროპულ დედაქალაქებში, თუმცა მაინც ვერ შექმნეს მისგან ლიდერი, მაგრამ ამ ცდელობას მაინც არ წყვეტენ. აი როგორც იმ ცნობილ იგავარაკში თუ ანეკდოტია, რომ არ შემილია, არ შეუულია და მაინც არ ეშვება. დაახლოებით ეგეთი სიტუაციაა და არსებობს ნაცმოძრაობა ძველი, ახალი კი დაერქვეს, მაგრამ ძველი სისხლიანი ბოროტი
გარკვეული გეგმებით, რომელიც ამტკიცებს, რომ ის გეგმა, რომელიც აქვთ აი ამ სალომეს ქარტიაში გაერთიანებულებს, გაცილებით უფრო სუსტია, ვიდრე მათი გეგმა, რომელიც გულისხმობს ფიზიკურ დაპირისპირების განვითარებას. თუმცა მე მინდა ვთქვა, ჩვენს ანალიზს ვაკეთებთ, ხო? მაგალითებიც გვაქვს, ხომ, წარსულის. რეალურად აქ ბიდი შეჯიბრი იმას მათ შორის, ვინ უფრო უკეთესი მარიონეტი იქნება დავალების მომცემისათვის. ვინ უკეთ დააზიანებს, ვის უკვე მეტი რესურსი გააჩნია, რომ დესტაბილიზაციის პროცესი განავიწყოს. თვითმმართველობის არჩევნებთან მიმართებაში ეს თვითმმართველობის არჩევნებთან მიმართებაში აი ეს როგორ შეიძლება აღიქმებოდეს, ანუ მონაწილეობა შეიძლება იყოს ეს გეგმა თუ არ მონაწილეობა? მე ესე პრიმიტიულად ვერ ვიტყოდი რა, როგორც უნდათ ამათ წარმოაჩინონ. აქ საკმაოდ ზედაპირზე ესდევს, რასაც ჩვენ ვამბობთ, რომ არჩევნებში მიიღეთ მონაწილეობა და თქვენი ლიდერი არის სალომე ზურაბიშვილი. არის მეორე ჯგუფი, იმიტომ მოვყევი ამ ხელა ისტორია, არის მეორე ჯგუფი, რომელიც ამბობს, რომ ჩვენი ლიდერი არის სააკაშვილი, მიუხედავად იმისა, რომ ხელები სისხლში აქვს. ამას სალომე ზურაბიშვილს არა აქვს და ამიტომ კი შეარჩიეთ ევროპელებმა, მაგრამ თქვენი უნიათოა ეს ყველაფერი აი ამ ჭიდილში არიან ერთმანეთთან, თორე კოლექტიური ნაცმოძრაობა რო არის მთლიანად ეს ამაში ჭვი არავის არ ეპარება. უკვე ძალიან ბევრი ნაბიჯია გადადგმული და ეხლა ბოლო მომენტში რაღაც იქ არჩევნების და ევროპულობის მომხრენი და ბნელი წარსულის მომხრენი ნამდვილად არ არის ის ბანაკები, რომელიც წარმოიშვა. ასე რომ მე თუ ესეთ უფრო მარტივ პასუხს არ ვიძლევი კი თუ არა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამათი ან შინაგანი არსი შეიცვალა, ან რაიმე გეგმა და აზრი. დესტაბილიზაცია. გარდა ამის ახლა ზედაპირზე ჩანს, რომ მოდი არჩევნებში მიიღოს ერთმა ნაწილმა მონაწილეობა. მოდი მეორემ განაგრძოს ეს რევოლუციური პროცესის განვითარება. ერთმანეთს ხელი შეუწყონ და რეალობაში ხომ თავარი მიზანი და ამოცანა ხომ ვიცით ყველა. აქ უნდა მოვიდეს ხელისუფლება, რომელიც მარიონეტობაში უკეთესი გამოდგება იმისათვის, რათა საქართველოს ჩაერთოს იმ ბნელ პროცესებში, ბნელ საქართველოს მომავალისთვის ბნელია ეს, რასაც ქვია ეს დაპირისპირება არა მარტო ეკონომიკური, არამედ სამხედრო დაპირისპირებაზეც არის ლაპარაკი. ეს გეგმა არ შეცვლილა, ეს არ არის ის, რასაც ჩვენ რაღაც კონსპირაციული კოებიდან ვიღებთ, ხო, სკივრიდან. ეს არის რეალობა, რასაც მოგვიწოდებდნენ დაწყებული 2022 წლის თებერვლიდან დღემდე გაგრძელებული. რომ ჩვენ უნდა შევქმნათ აქ კავკასიაში, შავი ზღვის და კავკასიის რეგიონში სიტუაცია, როდესაც რუსეთის სამხედრო ძალები იძულებული იქნებიან რუსეთის პოლიტიკური ესტაბლიშმენტი, რომ თავისი ძალების დივერსიფიცირება მოახდინონ კავკასიის მიმართულებით. ეს არის ამოცანა. და ამ ამოცანაში ახლა ლევან ხაბეიშვილი როგორ ჯდება და ელენე ხოშტარია, ეს არის მეასეხარისხოვანი საკითხი. თავარია პროცესი ისე განვითარდეს, რომ საქართველოში რაც შეიძლება მეტი იყოს დესტაბილიზაციის წინაპირობა. ვინ უკეთ გააკეთებს ამას? დღეს ამაზეა ლაპარაკი. ყველას თავისი მომხრე ყავს შეიძლება, მაგრამ ერთია ცენტრი, საიდანაც ფინანსდებიან საკმაოდ ყუათიანად, ათეულობით მილიონ დოლარზეა ლაპარაკი და საიდანაც პოლიტიკურ მხარდაჭერას იღებენ. თუნდაც იმ უტიფარი რეზოლუციით, რომელიც არაერთხელ მოვისმინეთ, წავიკითხეთ და გავიგეთ. უტიფარი, იცით რა, ხო, ნუ აქ ზოგი სხვადასხვანაირად შიფრავს, ეს შეურაცხყოფისთვის არ ვამბობ იმდენად, რამდენადაც შინაარსის დახასიათებისათვის. უსამართლო, მოდი ესე ვთქვათ. ამან განაპირობა საზოგადოებაში განწყობები. კი, აი იმ განწყობებსაც შევეხებით აუცილებლად, მანამდე აი ევროკავშირის სახელი და აი ბრიუსელიდან აი ამ განცხადებების და პასუხისმგებლიან დონორობაზე მოწოდებები ხშირად ისმის ხოლმე საქართველოს ხელისუფლებისგან და ევროკავშირის სახელი რომ გამოიყენება ხოლმე ექსტრემიზმის ახალისებისთვის, ამაზე მიუთითებს ხოლმე თავის წერილობით განცხადებებში პარლამენტის თავმჯდომარე, თუმცა როგორც ჩანს, აი ამ თემაზე წუხილით გაჯერებული ეს წერილები ჯერჯერობით უპასუხოდ რჩება კონკრეტულად ევროკავშირის საელჩოსგან
ჩვენებიან საქართველოში. ელი თუ არა რომ აი ამ ფორმით კომუნიკაციაზე რაიმე კონკრეტულ პასუხს მიიღებს საქართველოს ხელისუფლება? ნუ პასუხის თავისებური ფორმაა ეს პირველი წერილი არ არის რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე უგზავნის თან ღია ფორმით. ვინაიდან ეს გროვდება ყველაფერი და მე დარწმუნებული ვარ რომ შეიძლება ხვალ არა, მაგრამ ზეგ უკვე ვითარება შეიცვლება და ევროკავშირი იმ სტანდარტს დაუბრუნდება, რასაც ევროპული სტანდარტი ქვია. საიდ რატომაც ჩვენ ავირჩიეთ ევროინტეგრაციის პროცესი. ეს ახლა წმინდა წყლის ყაჩაღობაა. პოლიტიკური ხულიგნობაა, რასაც უყურებთ, რომ არ ქონდეს ესეთი მძიმე შედეგებზე გათვლა, რასაკვირველია ამაზე ცოტა შეიძლება ხიბილიანი რაღაცა შეფასებებიც გაგვეკეთებინა, მაგრამ გათვლა არის ისეთი ბოროტი, როგორც გითხარით კიდევაც. რომ აქ მოხდეს ისეთი ცეცხლი დაინთოს, რომელიც შეანელებს ცეცხლს ევროპის მიმართულებით, ბალტიისპირეთის მიმართულებით და გადმოიტანს დაძაბულობას სამხრეთ კავკასიაში. ეს სულ უნდა ვიმეოროთ, რაც არ უნდა კომენტარი გავაკეთოთ ახლა. ნებისმიერ შეკითხვაზე უნდა გვახსოვდეს, რომ ძირი საფუძველი ყველა პროცესისა არის აი ეს მიზეზი, ეგ ერთი საკითხი და მეორე თემა ის რასაც ქვია ამის აღსრულების მექანიზმები. ევროკავშირი პირდაპირ აფინანსებს იმ ორგანიზაციებს, რომლებიც, რა ვიცი, ამის შურდულებით დაძდევენ პოლიტიკურ ფიგურებს, მათთვის თქვათ არ მოსაწონ პოლიტიკოსებს. ქმნიან იცით ეს კი არ არის, იმას კი არ აქვს მნიშვნელობა, მე და მესხმებიან თუ მარიამ ლაშხს. ერთ-ერთი მარიამს თვითონ არ ეთქვა, მეც არ ვიტყოდი, მაგრამ ერთ-ერთ ბავშვს საკმაოდ ისეთი მძიმე ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა, მადლობა ღმერთს, კურნალობამ გამოიღო შედეგი, მაგრამ აი ეს თავდასხმა, ფსიქოლოგიური ტერორი, ტერორისტები არიან, რომელიც მოაწყვეს, რასაკვირველია, შეიძლება ძალიან ძვირად დაუჯდეს არა თუ პატარას, არამედ დიდ ადამიანსაც. ეს ერთი საკითხი. ხლა ისინი იტყვიან, რომ სამაგიეროდ ვიღაც დაკავებულია. ჩვენ ვიტყვით მერე, რომ სამაგიეროდ ის ვიღაცები ქუჩაში ცეცხლს ანთებდნენ და მოლოტოვის კოქტეილებს და პიროტექნიკას ისროდნენ. მერე ისინი იტყვიან, რომ თავარ თემაზე მივლენ, რომ არჩევნები გაყალბდა. არ გაყალბებულა. ელექტრონული არჩევნების გაყალბება შეუძლებელია. ისევე რომ როგორც საგარეო კურსი არ შეცვლილა. ასე რომ ამაში აი ამ ვითარებაში, რასაც ახლა ვლაპარაკობ, თავის პოლიტიკური, ფინანსური ასპექტებით, როდესაც პირდაპირ არის ჩარეული ღიად და ყოველგვარი ორაზროვნების გარეშე საერთაშორისო აი ესეთი მაღალი დონის წარმომადგენლობა, ევრობიუროკრატია, რომელიც ძალიან ბევრ ქვეყნებისთვის, საზოგადოებებისთვის მეუღებელია, რასაკვირველია, ეს არის წერილის შინაარსი, მთავარი შინაარსი. და მე ვფიქრობ, დღეს თუ არა ხვალ ამ შინაარსს გარკვეული განვითარება ექნება. შეფასებებში მათ შორის, იმიტომ რომ არ შეიძლება მუდმივად ესეთი დაძაბულობის რეჟიმში ცხოვრობდეს მსოფლიო. მოხდება ისეთი რამ, რაც საერთოდ დაგვავიწყებს ნებისმიერ საელჩოს განცხადებას და ჰერჩინსკის გვარიც არ გვეხსომება იმ აზრით თუ განვითარდა იმ მიმართულებით, რასაც ომის პარტია ლამობს რომ გააკეთოს. და ჩვენი საუბრის ბოლოს აუცილებლად შევეხოთ იმას, თუ რა გავლენას ახდენს აი ამ ფორმით კომუნიკაცია განწყობებზე. თქვენ რამდენჯერმე გაკვირით შეეხეთ ამ თემას, აი ამ განწყობებს საზოგადოებაში, გულისხმობ ევრობარომეტრის კვლევას. დღესაც იყო თქვენი კომენტარი, რომ უსამართლო დამოკიდებულებას მოაქვს შედეგი და ევროკავშირმა უნდა გადახედოს თავის პოლიტიკაზე. მოდი კითხვა დავსვათ ასე. რა გავლენა, ან თუ აქვს გავლენა აი ამ მაჩვენებელზე ხელისუფლების პოლიტიკას და რა შედეგს მივიღებთ მაშინ თუ ევროკავშირი არ გადახედავს მის დამოკიდებულებებს და ეს განწყობების ცვლილება ქმნის თუ არა საფრთხეს რომ ეს აისახოს ქვეყნის დეკლარირებულ საგარეო კურსზეც? რო თქვათ არ ჩატერებულიყო ეს გამოკითხვა ან გამოკითხვის შიშით ჩვენის არა ვთქვათ რაც სიმართლეა რასაკვირველი არ ივარგებს ეგ ერთი საკითხი მეორე საკითხი არის რომ საქართველოს საზოგადოება ინტელექტუალურად გაცილებით უფრო მაღალია ვიდრე უნდათ რომ წარმოაჩინონ ევროპის სივრცეში აი ამ ჩვენ ბედოვლად ოპონენტებს. ხო, ესენი არიან ადამიანები, რომლებისთვისაც მთავარი არის ექსტრემიზმის, ექსტრემისტული პროცესების განვითარება. და გეუბნებია რომ შენი ბრალია რომ ადამიანი თურმე
აბსოლუტურად წარმოდგენა არ აქვს, არის გონება შეზღუდული და ვერ ხედავს იმას, რომ რეალურად რა გეგმადებს ამის უკან, რაზედაც ჩვენ უკვე ვილაპარაკეთ, აღარ გავიმეორებ. ვერ ხედავს საშიშროებას, ვერ ხედავს იმას, რომ ამდენი ცრემლი დაიღვარა მსოფლიოში დღემდე, ხო? ამდენი ბავშვის ცრემლი მათ შორის. ამდენი ოჯახებმა შავი ჩაიცვა თუ როგორი ტრადიციას აქვს სხვადასხვა ქვეყნებში. ამდენი სისხლი, ამდენი ახალგაზრდა ადამიანები და ადამიანებს კონკრეტულად ყოველგვარი დამალვის გარეშე და ურაზრუნების გარეშე უნდათ რომ ეს უბედურება კიდე საქართველოში შემოიტანონ და არა მარტო საქართველოში, ზოგადად რეგიონში და მიაღწიონ თავის მიზანს. და 17% თურმე ამას ამჩნევს და სკეპტიციზმი ეუფლება. და ეს თურმე არის ხელისუფლების ბრალი. ხელისუფლებას არ შეუძლია საგარეო კურსი, იმიტომ რომ ჩვენ ეს გვაწყობს. იმიტომ კი რომ ვიღაცას ვეკეკლუცებით. და არც არჩევნები გაყალბებულა, ვინაიდან ვერ ყალბდება ეს ელექტრონული არჩევნები. აი ეს არის რეალობა და ამ რეალობაში თუ კი ადამიანები სკეპტიციზმს გამოხატავენ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ იგივე ადამიანებს ევროპული კურსი აღარ უნდათ. პირიქით, სწორედ მათ უნდათ, მანდა უნდათ რეალური. არსებობს კიდე ძალიან დიდი ჯგუფი ადამიანების, ვინც გვიჭერდნენ მხარს, დღესაც გვიჭერენ, მომავალშიც დაგვიჭერენ მხარს, მაგრამ მათთვის, ისევე როგორც ჩვენთვის, გამაერთიანებელი ერთ-ერთი სერიოზული ფაქტორი არის კონსტიტუციაში რაც გვიწერია ის ევროსტრუქტურებში ინტეგრაცია. დიდი მადლობა ბატონ გია, გიორგი ვოლსკი, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გახდათ დღის ქრონიკის სტუმარი და